რუსეთი მტერია, რუსეთმა დაიწყო ომი აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ და გმირები, დაღუპული ჯარისკაცები არიან არა მსხვერპლები, არამედ გმირები სამშობლოში. ეს არის მთავარი გზავნილები, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენთ მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. აქ დილიდან ამოდიან პარტიების ლიდერები, პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას და ჩვენთან კომენტარებში ისინი იხსენებენ 18 წლის წინანდელ მოვლენებს, ამბობენ რომ მაშინ 18 წლის წინ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვით და შესაბამისად მათი ხსოვნა უნდა იყოს მუდამ პატივცემული და ისინი ამ კუთხით ასევე ეხმაურებიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა დროს გაკეთებულ გზავნილებს, რომ ისინი კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს შეეწირნენ. დღეს შეუძლებელია ამ თარიღზე და ზოგადად ამ დღეზე საუბარი იმ გამოწვევების უგულებელყოფის ფონზე, რაც დღეს აქვს ქვეყანას. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ომი დასრულდა, თუმცა ომი არ დასრულებულა. ამის შემდგომ რუსეთი კიდევ აგრძელებს გავლენების გაძლიერებას საქართველოზე, მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და მათი მტკიცებით ამ ყველაფერს საქართველოში მოქმედი ხელისუფლება ხელს უწყობს და ხაზს უსვამენ ისინი ქართული ოცნების ბოლო დღეების რიტორიკას, რომ თითქოს ანტირუსული განწყობები საზოგადოებაში 2008 წლის ომის შემდეგ არ ყოფილა, რომ ის ხელოვნურად გააღვივა 2022 წლის შემდეგ ოპოზიციამ და საერთაშორისო საზოგადოებამ. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ესეც რუსული ხელწერა და რუსული სტილია, როცა საქართველოში რუსეთთან დამოკიდებულებაზე საუბრის დროს ხელისუფლება იყენებს ისეთ ტერმინებს, რომელიც რუსეთის მიერ არის დამკვიდრებული. აქ დილით მოვიდნენ ლელოძლიერი საქართველოს ლიდერები, სხვა პარტიების წარმომადგენლები და არც მათ გაკვირვებიათ, რომ დღეს მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე არავინ გამოჩენილა ქართული ოცნებიდან. ჩვენ ვცხოვრობთ ღალატის ეპოქაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება ციხით დასჯით იმისთვის, რომ მათ არ უყვარდეთ საქართველოს მტერი. და საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეს. საქართველოს მტერი არის მტერი და რუსეთი მტერია. რუსეთია ის, ვის გამოც აქ ეს მემორიალი დგას. რუსეთია ის, ვის გამოც შეწყდა 20 წლის, 25 წლის, 30 წლის ასაკში საუკეთესო ქართველების სიცოცხლე. სამშობლოსთვის თავდადებულის. ეს არის მეხსიერების დღე, ეს არის ხსოვნის დღე. გლოვის დღეები იწყება საქართველოში 7 აგვისტოდან, იმ ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა, რომელიც მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო ბოლო ცხელი ომი საქართველოში. თუმცა ეს ომი არც მაშინ დაწყებულა რეალურად და არც მას შემდეგ დასრულებულა. ის გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, ის გრძელდება ჰიბრიდული ომით. ქართული ოცნება აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ამის გამოძახილი იყო ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი გამონათქვამი რუსოფობიის შესახებ. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ ჯარისკაცებს, გმირებს პატივი მიაგეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. ამ პარტიის წარმომადგენლები არიან დღეს ყველაზე მთავარი სამიზნეები სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, როცა საუბარია აგვისტოს ომზე და წლის თავამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო იერიში სახელისუფლებო პარტიამ მათ წინააღმდეგ. ისინი დღეს გვეუბნებიან, რომ რიტორიკა და განცხადებები, რომელიც სახელისუფლებო პარტიის მხრიდან გვესმის, არის რუსეთიდან კარნახევი, რომ ანტირუსული განწყობა მუდამ არსებობდა საქართველოში. აგვისტოს ომი ამ დიდი ისტორიის მხოლოდ ერთი მძიმე ნაწილი იყო და ამის შემდგომაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია ამ პარტიას. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ასევე გვეუბნებიან, რომ 18 წლის წინ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებამ მოახერხა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და სწორედ ამ გმირების დამსახურებაა ეს. აი ერთ-ერთ საფლავზე არის წარწერა, რომ ჩვენ არ მოგდებით არასდროს, ჩვენ ყოველთვის ცოცხლები ვიქნებით, ეს გმირები ყოველთვის ცოცხლები იქნებიან ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცნობიერებაში. ომი გრძელდება დღეს, ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი კვლავ აწარმოებს, რომლითაც მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად
ასე ვთქვათ, ყოფნა და განვითარება. უაღრესად მავნებლური და საერთოდ არასახელმწიფოებრივი საკითხები გვესმის დღეს ჩვენ დღეს არსებული ხელისუფლებისგან და განსაკუთრებით ამ ბოლო კვირას ახალი რაღაცა ნარატივი, რომელიც არის შემოტანილი თითქოს ვიღაცა ადრე რბილად ექცეოდა და რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში და ეხლა გახდნენ თითქოს რუსოფობები. წარმოუდგენელი რაღაცა ყურით მოთრეული ამბავია. მიხეილ სააკაშვილთან სულ მოძრაობა გახავთ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე ჩვენ ქვეყანაში და რეგიონშიც მათ შორის და რაც შეეხება ივანიშვილი ყველამ იცის ის არის პუტინის ასე ვთქვათ მთავარი მოკავშირე რეგიონში. ხო, ბრალდებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ყველამ კარგად ვიცით ვინ იბრძოდა რუსული გავლენის წინააღმდეგ, ვინ იყო პუტინის მთავარი და ასე ვთქვათ მტერი მის პუტინისვე ახმით გამომდინარე მისი კურსიდან და კარგად ვიცით ვინ აკეთებს პუტინის საქმეს. Შესაძ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა დიდმა რაოდენობით ჯავშან ტექნიკამ, ტანკებმა, артиლერიამ და პირადმა შემადგენლობამ და მიემართებოდნენ როკის გვირაბის გავლით ცხინვალისკენ, ბუნებრივია ეს ნიშნავს, რომ ამ ძალას უნდა გადაეთელა მთელი ქართული სოფლები და ამაზე ჩვენ ვერანაირად ვერ გავჩერდებოდით. ამისთვის არსებობს ზოგადად სახელმწიფო შეერაღებული ძალები, მთავრობა, რომ ასეთ აგრესიას უპასუხოს ისე, როგორც შეუძლია და სწორედ ეს გააკეთა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა და პრეზიდენტმა გასაბრძანება, რომ ამ აგრესიას დაუპირისპირდეს იმ ძალებით, რაც ჰქონდა საქართველოს. აქ ასევე მუხათგვერდის მთა სასაფლაოზე ამოვიდა თეონა ქუბარდია, ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე ეხმაურება ქართული ოცნების დღევანდელ გზავნილებს და ფაქტობრივად შეუძლებელია დღეს ამ დღეზე, ამ პრობლემაზე, ზოგადად რუსულ აგრესიაზე საუბარი, ისე რომ უგულებელყოფილი იყოს დღევანდელი ვითარება, რადგან ისინი ცალსახად ხედავენ ხელისუფლების პოლიტიკაში რუსულ გავლენებს და იყო ასევე საუბარი თარიღთან დაკავშირებით, მან ისაუბრა თუ რატომ არის ეს პოლიტიკურ პარტიულ ჭრილში განსახილველი საკითხი რამდენიმე წელია უკვე, როდის დაიწყო ომი. აქუბარდია ამბობს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, ომი დაიწყო რუსეთმა, რომ შეუძლებელია საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე დაეწყო ომი და მოღალატეობრივია განსხვავებული და საპირისპირო მტკიცება. გარდა ამისა, ის ეხმაურება ანტირუსულ განწყობებთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერების ბოლო დღეების გამოსვლებს და განცხადებებს და აქუბარდია სახელმწიფო პარტიას 2019 წელს და გავრილოვის ღამეს ახსენებს, როცა ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მანამდე ანტირუსული, ანტისაოკუპაციო გამოსვლები ჰქონდათ ქართველ მოქალაქეებს, რაც ადასტურებს იმას, რომ არათუ 2022 წლის შემდეგ რომ გაღვივდა ეს განწყობები ქართულ საზოგადოებაში, არამედ მუდამ არსებობდა და ამის დასტური სწორედ 20 ივნისია. თეონა აქუბარდიაც იხსენებს 18 წლის წინანდელ მოვლენებს. აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა და რა თქმა უნდა პატევის მიგება ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, იმ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის სადმი, რომელიც შეეწირა ამ სასტიკ აგრესიას რუსეთის არის მნიშვნელოვანი და ამიტომ თავი შავთვალეთ ვალდებულად რომ დღეს აქ მოვსულიყავით ისე როგორც უწინ. უმძიმესია საქართველოსთვის, რომელმაც გადაიტანა არაერთი ომი რუსეთთან, რომელიც დღესაც იბრძვის იმისთვის, რომ რუსულ ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას გაუმკლავდეს მშვიდობიანი გზით, როდესაც ჩვენ ვისმენთ კრემლის ნარატივის გამოევრებას, თუ ვინ დაიწყო საქართველოში ომი. და ცალსახაა ყველა საერთაშორისო სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ ამ ომის შემოქმედი არის რუსეთი. შეუძლებელია საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაეწყო, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ წარმოჩინება პატრიოტიზმის და სუვერენიტეტის დაცვის არის გარკვეულწილად დემონიზირებული და იმ შეთქმულების და კონსპირაციების თეორიებით გამოყარებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესია რუსოფობიას გულისხმობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ ვის ინტერესებს ემსახურება დღევანდელი მოქმედი მმართველი პარტია. დღეს 18 წლის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში იხსენებენ აგვისტოს ომს და იხსენებენ ქართველი ჯარისკაცების თავდადებას საკუთარი ქვეყნისთვის. ზუსტად 18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული რეგულარული არმია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყო ომი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და როგორც ცნობილია, ამ დღეს მუხათგვერდის მთა სასაფლაოზე არ ამოდიან ხოლმე სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები, ამის მოლოდინი არც
მედიას აქვს და არც აქ მყოფ პოლიტიკოსებს გაკვირვებიათ, რომ 7 აგვისტოს ეს არ არის თარიღი, რომელსაც ქართული ოცნება მიაწერს აგვისტოს ომის დაწყების თარიღად. მათ ველოდებით სავარაუდოდ ხვალ, რადგან სწორედ 8 აგვისტოს არის ხოლმე მათი ღონისძიებები დაგეგმილი და განცხადებები, თუმცა დღევანდელ დღეს საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განცხადებები, რომელსაც პარტნიორები აკეთებენ, უკავშირდება მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და გარდა ამისა, ისინი სუვერენიტეტს, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს ყოველ განცხადებაში მხარს უჭერენ. 7 აგვისტოს დღეს მუხათგვერდის მათა სასაფლაოზე სავარაუდოდ ასევე ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილსაც.